საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია იმერეთში გრძელდება. Ამ შემთხვევაში 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებული თანხა მთლიანად უკრაინელი ხალხის საჭიროებისამებრ დაიხარჯება. მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ასევე მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა. ტვირთის მობილიზების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი. პრემიერის გადაწყვეტილებით რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად დაახლოებით 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია გრძელდება იმერეთში. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ბიზნეს სექტორს მიუძღვის, რაზეც მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხავ და რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარება გაგრძელდება და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ დაეხმაროს ნებისმიერი სახით ამ შემთხვევაში უკრაინელ ხალხს.